თავი მეოცე. გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება როგორც ერთი კაცი დანიდან ბერშებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში. გაემზადნენ მთელი ერის თავკაცები და ისრაელის ყოველი ტომი საღვთო ერის შესაკრებელში 400 კაცი מחვილის ამღები. შეიტყვეს ბენიამინიანებმა ისრაელიანთა მისვლა მიცფაში. თქვეს ისრაელიანებმა, გითხარით როგორ მოხდა ეს ბოროტება? უთხრა პასუხად ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა. ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჯასთან ერთად. აღდგნენ გიბყელები ჩემზე. გარს შემოერტყნენ სახლს, საცა მევიდექი და მოკლას მიპირებდნენ. ხარჯა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი. წამოვასვენე ჩემი ხარჯა. ასო დავჭერი და ისრაელის ყველა წილხვედრილ მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და სამარცხვინო საქმე მოახდინეს ისრაელში. აჰა, ყველა მთელმა ისრაელობამ განიხილოს, დაქვე გადაწყვიტოს ეს საქმე. ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა, არც ერთი ჩვენთაგანი არ წავიდეს თავის კარავში, არავინ დაბრუნდეს შინ. აი რა უნდა უყოთ დღეს გიბყას, წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე. ისრაელის თითოეულ ტომში 100-დან 10 კაცი შევარჩიოთ, 1000-დან 100. 10,000-დან 1000 და საგზალი მოვატანინოთ მათთვის, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც მოახდინა ისრაელში. ერთი კაცივით ერთპირად შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ ყველა ისრაელიანი. გაგზავნეს კაცები ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს. ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში? ახლა მოგვეცით ის წამხდარი ხალხი გიბყაში რომ მკოლიათ. სიკვდილით დავსჯით მათ და აღმოფხვით ბოროტებას ისრაელიდან. მაგრამ ბენიამინიანებმა არ შეისმინეს თავიანთ მოძმეთა ისრაელიანთა სიტყვა. გიბყაში შეიკრიბნენ ბენიამინელები თავთავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელიანებისთვის. აღერიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები, 26,000 კაცი იარაღის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან 700 რჩეული ვაჟკაცი აღერიცხა. თელ ამ ხალხიდან 700 რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო. თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდული თქვა არა უცდებოდა. ისრაელიანები ბენიამინიანთა გამოკლებით 400,000 კაცი აღერიცხა מחვილის ამღები. ყოველი მათგანი მეომარი იყო. ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. კითხეს ღმერთს ისრაელიანებმა, რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა, პირველი იუდა გავიდეს. დილით ადგნენ ისრაელიანები და გიბყის მახლობლად დაბანაკდნენ. გამოვიდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებთან საომრად. დადგნენ საბრძოლოდ წყობით გიბყის ახლოს. გამოვიდნენ ბენიამინიანები გიბყიდან და გაანადგურეს 22,000 ისრაელიანი იმ დღეს. მაგრამ ხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა და კვლავ დადგა საბრძოლო წყობით იმ ადგილას, სადაც წინადღით იდგა. წავიდნენ ისრაელიანები, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ეკითხებოდნენ უფალს. ისევ გავიდე ჩემს ძმასთან ბენიამინთან საბრძოლველად? უფალმა უთხრა, გაილაშქრეთ მასზე. კვლავ შემოადგნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს მეორე დღეს. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ბენიამინი გიბყიდან მეორე დღეს და კვლავ გაანადგურა ისრაელიანები 18,000 კაცი מחვილის ამღები. გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს. იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს წირავდა უფალს. კითხეს ისრაელიანებმა უფალს, იმ ხანებში ღვთისაღთქმის კიდობანი აქესვენა და ფინხასი ძე ელიაზარისა, აარონის ძისა, იყო მის წინამდგომლად. ისევ გავიდე ჩემს ძმასთან ბენიამინთან საბრძოლველად. გაილაშქრეთ, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას. ჩასაფრთა ისრაელი გიბყის ირგვლივ. გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინიანებზე მესამე დღეს და წინანდებულად საბრძოლო წყობით განლაგდნენ გიბყის წინ. გამოვიდნენ ბენიამინიანები ერის წინააღმდეგ და შორს გასცდნენ ქალაქს. იწყეს უწინდებურად ხალხის ხოცვა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელში მიდის, მეორე კი გიბყაში ყანებზე და 30-მდე ისრაელიანი დახოცეს. თქვეს ბენიამინიანებმა, უწინდებურად ეცემიან ჩვენს წინაშე. ისრაელიანებმა კი თქვეს, უკუვიქცეთ მათგან და ქალაქიდან გზებზე გავიტყუოთ. ადგნენ ისრაელიანები თავთავიანთი ადგილებიდან და ბაალ თამარში განლაგდნენ. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავთავიანთი ადგილებიდან გიბყის ველზე.
მიადგა გიბყას მთელი ისრაელის 10,000 რჩეული ვაჟკაცი და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მაგრამ ბენიამინიანებმა არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ. დაამარცხა უფალმა ბენიამინი ისრაელიანთა წინაშე და იმ დღეს ისრაელიანებმა 25,100 კაცი გაანადგურეს ბენიამინიანთაგან მახვილი სამღები. დაინახეს ბენიამინიანებმა, რომ დაამარცხნენ. ისრაელიანებმა ადგილი უტიეს ბენიამინიანებს, რადგან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ. მათი, ვინც გიბყის ახლოს ჩაასაფრეს. ჩასაფრებულები გაეჩქარდნენ გიბყისკენ, შეიჭრნენ და მახვილით მოსრეს მთელი ქალაქი. ისრაელიანებს ნიშანი ჰქონდათ ჩასაფრებულებთან დათქმული, ქალაქზე ავარდნილი დიდი კვამლი. დაიხიეს ბრძოლის ველიდან ისრაელიანებმა, ბენიამინი კი მოსრსავლებდა ისრაელიანებს. გაწყვიტა 30-მდე კაცი, თქვა: ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე, როგორც ამას წინდელი ბრძოლების დროსო. და სწორედ მაშინ აღიმართა ქალაქზე კვამლის სვეტი. მოიხედა ბენიამინმა და აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი. გამობრუნდნენ ისრაელიანები. ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა, რომ უბედურება დაატყდა. გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულები ცხოცავდნენ გზადაგზა. შემოეჯარდნენ ბენიამინს, მან უხამდეს დიეს და ჟლიტეს გიბყამდე აღმოსავლეთით. დაეცა ბენიამინიანთაგან 18,000 კაცი მაგარი ვაჟკაცები. გადარჩენილნი მიუბრუნდნენ და უდაბნოსკენ რიმონის კლდისკენ გაიქცნენ. გზადაგზა კიდევ 5,000 კაცი დახოცეს ისრაელიანებმა. გიდომამდე დიეს და კიდევ 2,000 კაცი დახოცეს. მთლიანად კი იმ დღეს 25,000 ბენიამინიანი დაეცა მახვილი სამღები. ყველა მათგანი მაგარი ვაჟკაცი იყო. გადარჩენილი 600 კაცი გაბრუნდა და უდაბნოში რიმონის კლდისკენ გაიქცა და იყვნენ იქ რიმონის კლდეებში 4 თვე. კვლავ მიუბრუნდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს და მახვილით მოსრეს ქალაქში მყოფი ხალხიც და პირუტყვიც. ყველაფერი რაც იქ დახვდათ და ყველა ქალაქი რაც კი იყო ცეცხლსნის წეს.